მესოპოტამიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ერთ-ერთ პირველ დიდ იმპერიას, ასურეთის იმპერიას. იგი მესოპოტამიაში არსებულ იმპერიებს შორის უდიდესად ითვლება. ასურეთს არ ჰქონდა ბუნებრივი საზღვრები, ესე იგი ზღვები და ქედები, ამის გამო ასურელებს თავისი ტერიტორიისა და სავაჭრო გზების დასაცავად გამუდმებული ბრძოლა უწევდათ, შესაბამისად ისინი მეომარ ხალხად ჩამოყალიბდნენ. ასურელების ისტორია იწყება მესოპოტამიის გულში მდებარე ქალაქ ასურიდან. ეს ტერიტორია ეკუთვნის თანამედროვე ერას. ძველი წელთაღრიცხვით 26 წლიდან ამ რეგიონში მცხოვრები ვაჭრების წყალობით იწყება ქალაქ ასურის დაწინაურება. ამ სიმდიდრის ხარჯზე ქალაქი ასური იქცა გვიანდელი ასურეთის სახელმწიფოს ეპიცენტრი. ბიბლიური გადმოცემით ეს ქალაქი დაუარსებია კაცს, რომლის სახელი ყოფილა ასური. იგი ბიბლიური სემის შვილი და ნოეს შვილიშვილი ყოფილა. სავარაუდოდ მანამდე ასური იყო ტაძარი, რომლის გარშემოც ასურელები კარვებში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ასურელებმა დაიწყეს ამავე სახელწოდების ღმერთის თაყვანისცემა. სწორედ აქედან მოდის ტერმინი ასურეთი. ასურელები თავდაპირველად აქადურ ენაზე საუბრობდნენ და წერდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა არამეული ენა. საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სწორედ ენობრივი ცვლილება ასახავს ასურელი მოსახლეობის ადაპტაციას და ევოლუციას. არამეული ენა გახდა დომინანტი ენა, რამაც ასურეთის იმპერიაში კომუნიკაცია გაამარტივა. ისტორიკოსები ასურეთის იმპერიის ისტორიას სამ ძირითად პერიოდად ყოფენ: ძველი იმპერია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 2600-დან 2025 წლებში მიმდინარეობდა; შუა იმპერია, რომელიც გაგრძელდა ძველი წელთაღრიცხვით 1363 წლიდან 912 წლამდე; და გვიანი იმპერია, ასევე ცნობილი როგორც ახალი ასურეთის იმპერია, რომელიც მიმდინარეობდა ძველი წელთაღრიცხვით 911 წლიდან 612 წლამდე. ეს პერიოდები ასურეთის აღზევებისა და დაცემის მოწმეები არიან. ასურეთის ისტორიის თითოეული პერიოდი ხასიათდება გარკვეული მიღწევებითა და გამოწვევებით. უნდა გამოვხოთ ერისუმპირველის მმართველობის ხანა. ამ პერიოდში ასურის ზემო მესოპოტამიის სავაჭრო ცენტრად იქცა, ვინაიდან აქ მიმდინარეობდა თავისუფალი ვაჭრობა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლების ნაცვლად მოსახლეობა აკონტროლებდა სავაჭრო ურთიერთობებს. ეს იმ დროისთვის ინოვაციური იდეა იყო. ქალაქმა ასურმა ამ იდეის წყალობით სწრაფად მოიპოვა ვაჭრობის დინამიურად განვითარების ადგილის სტატუსი. თუმცა დროთა განმავლობაში ასურში ვაჭრობა სირთულეებსაც აწყდებოდა. მეზობელ ახლომოსავლურ სახელმწიფოებთან კონფლიქტებში ასურეთის ჩართვამ ვაჭრობაზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა. ბუზურ-აშურ პირველის დინასტიის მმართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით 1808 წელს, ასურეთმა დასუსტება დაიწყო. გაძლიერდა ბრძოლები ძალაუფლებისათვის. ამავე პერიოდში შუამდინარეთში გავლენისათვის სხვა ცივილიზაციებიც იბრძოდნენ, მათ შორის იყვნენ ხურიტები და ხეთები. ეს ის დროა, როდესაც ბაბილონში ახალი ძალა იბადება. დროთა განმავლობაში გაძლიერდნენ ამორეველები, რომლებმაც თავისი გავლენა მეზობელ ტერიტორიებზე თანდათანობით გააფართოვეს და ხელთ იგდეს რესურსები. ამორეველთა მეფე სიმუბალიტი ტახტზე ავიდა და ძალაუფლებისაკენ გზა გაუხსნა თავის ვაჟიშვილს, ჰამურაბს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 1792 წლიდან ბაბილონს მართავდა. მან არა მხოლოდ ამორეველების კონტროლი გაავრცელა ბაბილონში, არამედ გააფართოვა მისი ტერიტორიები. კერძოდ დაიკავა ასურეთის მიწები. ბაბილონის ძლიერების ფონზე ასურეთი რამდენიმე საუკუნის მანძილზე განიცდის დასუსტებას, მაგრამ მაშინ, როდესაც ასურეთის ტახტი დაიკავა შამში ადად პირველმა, ამორეველები გაძევებულნი იქნენ ასურეთის მიწებიდან და დადგენილი იქნა ასურეთის საზღვრები. ქალაქი ასური კი მეფემ სატახტო ქალაქად გამოაცხადა. მისი მმართველობის დროს ასურეთი გარდაიქმნა რეგიონულ ძალად. შამში ადადმა ილაშქრა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში და ზემო მესოპოტამიის სამეფო შექმნა. თუმცა შამში ადადის წარმატებები მისი ძალისა და ქარიზმის შედეგი იყო. ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ძველი წელთაღრიცხვით 1776 წელს, მისი სამეფო დაიშალა. რაც შეეხება ბაბილონს კი, ძველი წელთაღრიცხვით 1750 წელს, ჰამურაბის გარდაცვალების შემდეგ, ბაბილონის იმპერია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. დაიწყო მისი დაკნინების პერიოდი. ამით ისარგებლა ასურეთმა და რეგიონში კონტროლის ართგენა სცადა. ასურეთის მეფეები დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით მეფე ადასისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ამ დროს მმართველების მთელი ძალისხმევა ქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად იყო მიმართული. კერძოდ, ადასმა აღკვეთა სამოქალაქო ომისა და აჯანყებების საფრთხეები. მისი მემკვიდრეები აგრძელებდნენ მის პოლიტიკას და რეგიონში კონტროლს ინარჩუნებდნენ. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ტერიტორიები გაეფართოვებინათ, ისინი საზღვრების გამაგრებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1365 წლიდან, მაშინ როდესაც ტახტს იკავებს აშურუბალით პირველი, ასურეთში იწყება შუა სამეფოს ხანა, რომელიც გრძელდება ძველი წელთაღრიცხვით 912 წლამდე, კერძოდ აშურ-ნასიპალმეორის გარდაცვალებამდე.
ეს პერიოდი ასურეთისათვის იყო დიდი ტრანსფორმაციისა და გაფართოების პერიოდი, რომლის დროსაც ის ნამდვილ რეგიონულ იმპერიად იქცა. აშურ-უბალით პირველის მმართველობის დასაწყისში ასურეთი ხურიმ-მითანის სამეფოს წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. აშურ-უბალიტის მიერ ტახტის დაკავება ასურეთის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რადგან იგი მიისწრაფოდა არა მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, არამედ მას სურდა ეგვიპტელი ფარაონებისა და ხეთი მონარქების მსგავსი ძლიერი მონარქი გამხდარიყო. მისი ეს ამბიცია მხოლოდ ტერიტორიულ გაფართოებას არ გულისხმობდა. მას იდეოლოგიური შინაარსიც ჰქონდა, კერძოდ იგი ცდილობდა არა მხოლოდ საზღვრების დაბალანსებას, არამედ მეზობელი ტერიტორიების მითვისებას. მან ასურეთის სამხრეთით მდებარე მეზობელ სახელმწიფოებთან ომი წამოიწყო, ბაბილონთან და ეგვიპტესთან კი დიპლომატიური კავშირი შეკრა. მისი მმართველობის დროს ასურეთმა გაფართოება დაიწყო და ძველი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უდიდეს ძალად იქცა, მაგრამ იგივე მიზეზები ასურეთის ახალ სამეფოს შედარებით არ ამყარს ხდიდა. ძველი წელთაღრიცხვით 1265 წელს, სალმანასარ პირველის მეფობის დროს, ასურეთი ძლიერების პიკზე იმყოფებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ბაბილონის წინაშე ქედი აღარ მოეხარა. მას სურდა, რომ ასურეთი დასავლეთ აზიის ლიდერი გამხდარიყო და ოცნებობდა ძლიერი იმპერიის შექმნაზე. სალმანასარ პირველის მმართველობის დროს ასურეთმა ბრძოლით დაიკავა შორეული მიწები, ანატოლიაში ბრძოლა გაუმართა ხეთებს და კაბადოკიაში კოლონიები დაარსა. ასევე წარმატებით ილაშქრა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქ ქარხემისში და რეგიონში ასურეთის პოზიციები გააძლიერა. სალმანასარ პირველის გარდაცვალების შემდეგ კი მისმა უფროსმა ვაჟმა, თურქულ-თინინურ ტაპირველმა გააგრძელა მამის პოლიტიკური კურსი. სწორედ თურქულ-თინინურ ტაპირველის მმართველობის დროს დაიპყრო ასურეთმა ბაბილონი და თავი შუმერისა და აქადის მეფედ გამოაცხადა, რაც უაღრესად პრესტიჟული ტიტული იყო. ასურეთი სწრაფად გახდა მესოპოტამიის უდავო ლიდერი. იგი ბაბილონს 7 წლის მანძილზე მართავდა, მაგრამ წარმატება არ არის მუდმივი. ბაბილონში იფეთქა აჯანყებამ, რომლის დროსაც თურქულ-თინინურ ტაპირველი საკუთარმა ვაჟმა მოკლა. ამ მკვლელობამ ასურეთის ძლიერების დასასრულის დასაწყისი გამოიწვია, რამაც ბაბილონს დამოუკიდებლობა მოუტანა. მაგრამ მიუხედავად წარუმატებლობისა, ასურეთის იმპერიამ გააგრძელა ექსპანსიური პოლიტიკა. ასურეთის შემდეგმა მეფემ ტიგლართ-ფალასარ პირველმა წარმატებული შორეული ლაშქრობებით დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი დამპყრობელია. მან დალაშქრა ჩრდილოეთით ნაირის ქვეყანა, ხოლო დასავლეთით კაბადოკია. ამ ლაშქრობებმა კიდევ უფრო გაამყარა ასურეთის ძლიერება. ტიგლართ-ფალასარ პირველის შემდეგ ტახტს იკავებს ასურნასიპალ მეორე, რომლის მმართველობითაც ასურეთის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. იგი იყო ახალასურული იმპერიის პირველი მეფე, რომელიც ქვეყანას მართავდა ძველი წელთაღრიცხვით 883 წლიდან 853 წლამდე. მან ასურეთის საზღვრები ყველა მიმართულებით გააფართოვა. მისი მმართველობის დროს ქვეყანა აყვავდა და გამდიდრდა. თუმცა ამ მეფის მეფობის წლები სავსეა იმ სასტიკი ქმედებებით, რომელმაც შობში ჩააგდო მაშინდელი მოსახლეობა. არსებობს გადმოცემები მის მიერ ასურელთა წინააღმდეგ განხორციელებული აჯანყებების მონაწილეთა და ლაშქრობების დროს დატყვევებულთა სასტიკად დასჯის შესახებ. ჩვენამდე მოაღწია ქვის რელიეფებმა, რომლებზეც გამოსახულია მტანჯველი წამებისა და მის მიერ ნაბრძანების სიკვდილით დასჯის სცენები. ძველი წელთაღრიცხვით 740-727 წლებში ასურეთს მართავდა ტიგლართ-ფალასარ მესამე. მისი მეფობის დროს ასურეთის იმპერიაში ახალი ეტაპი დაიწყო. იგი წინამორბედებისაგან გამოირჩევა იმით, რომ მუდამ ისწრაფოდა ცენტრალიზებული ხელისუფლების გაძლიერებისაკენ. ტიგლართ-ფალასარ მესამის მეფობის დროს ისტორიაში პირველად ასურეთმა განახორციელა ცენტრალიზებული ბიუროკრატიული მმართველობის კონცეფცია. მან ასურეთის მიერ დაპყრობილი მიწები პროვინციებად დაყო. თითოეულ პროვინცია იმართებოდა საკუთარი ბიუროკრატიული აპარატის საშუალებით, მათ დაევალათ გადასახადების გადახდა და არმიის ჯარისკაცებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება არმიას, ტიგლართ-ფალასარ მესამემ გაატარა სამხედრო რეფორმა. მან უარი თქვა კონკრეტული კამპანიებისათვის შექმნილ დროებით არმიაზე. ამიტომ შექმნა რეგულარული არმია, რომელიც ყოველთვის მზად იყო შორეული ლაშქრობებისათვის. ტიგლართ-ფალასარ მესამემ კონტროლი დაამყარა ხმელთაშუა ზღვისკენ მიმავალ ძირითად სავაჭრო გზებზე. კერძოდ მან შეძლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფინიკიის საზღვაო პორტების გაკონტროლება, რომელმაც ასურეთს საშუალება მისცა რეგიონის ვაჭრობაზე გავლენა გაეზარდა. მაგრამ ის ამით არ დაკმაყოფილდა. ძველი წელთაღრიცხვით 729 წელს ტიგლართ-ფალასარმა კიდევ ერთი ამბიცია დაიკმაყოფილა მაშინ, როდესაც იგი ბრწყინვალე ქალაქ ბაბილონში აზიის მმართველად აკურთხეს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური და კულტურული ცენტრი ბაბილონი ახლა უკვე ასურეთის კონტროლქვეშ მოექცა. მაგრამ ახალასურული იმპერიის აღმავლობას საშინელი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. იუდეველთა წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის დროს ტიგლართ-ფალასარმა ებრაელთა მასობრივი დეპორტაციის პირველი ტალღა წამოიწყო. ასურეთის მეფეთა შორის გავრცელებული ეს პრაქტიკა წარმოადგენდა დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობის გატეხვის მცდელობას.
სალმანას არმეხუთის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ძველი წელთაღრიცხვით 722-725 წლებში ასურეთის ტახტს იკავებს ტიგლართ-ფალასარის შვილი, სარგონ მეორე, რომელმაც დაიკავა ქარხემიში და ეკბატანაც შემოიერთა. მან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მიდიაზე კონტროლი გააძლიერა. სარგონ მეორის მეორე ვაჟი სინაქერიბი, რომელიც მეფობდა ძველი წელთაღრიცხვით 700-651 წლებში, ცდილობდა მამის პოლიტიკა გაეგრძელებინა, თუმცა ის ისტორიაში თავისი სისასტიკით შევიდა. სინაქერიბმა მიწასთან გაასწორა უძველესი ქალაქი ბაბილონი. ასურეთში ტერორის ხანა დაიწყო. მან ასურეთის დედაქალაქი ასურიდან ნინევიაში გადაიტანა. ძლევამოსილი ასურეთის იმპერიის უკანასკნელი მმართველი იყო ასურბანიფალი. იგი თითქმის 40 წლის განმავლობაში მართავდა ასურეთს, ძველი წელთაღრიცხვით 669 წლიდან დაახლოებით 631 წლამდე. მისი მეფობის დროს იმპერიამ დასუსტება დაიწყო. ასურეთს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან სკვითებმა და სხვა მომთაბარე შემოუტიეს. ამ დროიდან განვითარებულმა მოვლენებმა ასურეთის დედაქალაქი ნინევია ძველი წელთაღრიცხვით 612 წელს დაცემამდე მიიყვანა. გაქცეულ მოსახლეობას უმოწყალოდ ანადგურებდნენ. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მრავალი დაუკრძალავი ჩონჩხი, ისინი ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მტკიცებულებას წარმოადგენენ. ნინევიის დაცემასთან ერთად ასურეთის იმპერიაც განადგურდა. მიდიელებმა და ბაბილონელებმა ასურეთის კუთვნილი პროვინციები ერთმანეთში გაიყვეს. ამის შემდეგ ასურეთის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობლები, კერძოდ, ხან მიდია, ხან ბაბილონი, ხან პართია, ხან აცრომის და სასანიდური ირანის იმპერია დომინირებდა. მე-7 საუკუნის შუა ხანებში კი ასურეთის რეგიონში არაბები გაბატონდნენ. არაბების მიერ ასურეთის დაპყრობის შემდეგ, მან როგორც ცალკეულმა პოლიტიკურმა ერთეულმა არსებობა შეწყვიტა. გადარჩენილმა ასურელებმა ქრისტიანობა მიიღეს და საკუთარ მიწაზე უმცირესობად იქცნენ, მაგრამ მათ თანდათან დაკარგეს ეთნიკური და კულტურული იდენტობა. ახლა და გემშვიდობებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.